მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვიყუროთ Facebook-ზე, პალიტრა ნიუსის გვერდს თუ მოძებნით და ასევე გვიყუროთ YouTube-ზეც, თუ მოძებნით პალიტრა ნიუსის არხს, პირდაპირ ეთერში გავდივართ და შემდეგ ვიდეოც დაიდება ბუნებრივია და შემდეგაც შეგიძლიათ ეს გადაცემები ნახოთ. დედაქალაქისთვის და რეგიონებისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკასა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ სხდომაზე დღეს მიიღო. უფრო კონკრეტულად, თუ აქამდე თბილისში მცხოვრები აბონენტები ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ 1 კილოვატში 15 თეთრს იხდიდნენ, ანუ ვინც 100 კილოვატამდე მოიხმარდა ის 15 თეთრს იხდიდა, 1 აპრილიდან ტარიფი 20 თეთრი გაუხდებათ. ანუ ფაქტობრივად 30%-ით ზვირდება დენის გადასახადები. 1/13-ით ის ან 15 თეთრი იყო და 1/13 ემატება და ეს საკმაოდ დიდი გაძვირება. მე არ მახსოვს ახლა ერთი გაძვირებაზე ამ ხელა ნახტობით, აქამდე სულ 1 ან 2 თეთრი ზვირდებოდა ხოლმე. თუმცა თავს ვერ დავდებ, არ მომიძებნია სტატისტიკა. და 20 თეთრი გახდება. 101-დან 300 კილოვატამდე ვინც ხარჯავდა, მათთვის იყო 19 თეთრი, ახლა 24 თეთრი გახდება. ხოლო 301 კილოვატზე მეც ვინც ხარჯავდა, მათთვის იყო 23 და ახლა 28 გახდება. ასევე სემეკის გადაწყვეტილებით ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც, ზრდა 1 აპრილიდან საშუალოდ 4-6 თეთრი გახდება. მოგესმენებათ ამ გადაწყვეტილებას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა, როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ისე ასე ვთქვათ, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და იმ ადამიანების მხრიდან, ვინც კორუფციას იკვლევს, ამ თემებზე მუშაობს. და მაგალითად ირაკლი კუპრაძემ გააკეთა განცხადება, ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვევს ფასების მატებას ყველა პროდუქტზე, მათ შორის პურზე. ასეთი ფარსი, ტყუილი და დამცირება, რაც ოცნების ფასების კომისია ძალიან დიდი ხანი არ ყოფილაო ის ამბობს. თავად სემეკი როგორ ხსნის ამ ამბავს, დავით ნარმანიას განცხადებას დაგიკითხავთ, ეხლა რა განაცხადა ბატონმა ნარმანიამ ამ თემასთან დაკავშირებით. სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფის ზრდის უმთავრესი საფუძველი გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები და ასევე ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტ დამოკიდებულებაა, შემოდგომა ზამთრის თვეების განმავლობაში. ნარმანიას განმარტებით, სემეკის მიერ მოხდა ინვესტიციის მხოლოდ ოპტიმალური მოცულობის გათვალისწინება იმისათვის, რომ ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს და მოსახლეობისთვის ისევე როგორც კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდების მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ანუ ამ ფულს ინვესტიციის სახით დახარჯავს კომპანია და უფრო, ასე ვთქვათ, სტაბილური ელექტრომომარაგება გექნებათო, თქვენი გადახდილი ფულის ხარჯზეო, კი ბატონო. ენერგოპრო ჯორჯიას დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ერთ-ერთი ენერგოკომპანია იცით, რომელიც რეგიონებს ემსახურება, ამბობს, გაზრდილი ტარიფი საწინდარია გაზრდილი ინვესტიციებისა და დიდი პასუხისმგებლობისა კომპანიის მხრიდან. რა თქმა უნდა, გაზრდილი ინვესტიციის ფონზე სიკეთე, რომელიც რიგით მომხმარებლამდე უნდა დავიდეს, ხვალვე ვერ განხორციელდება, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველა იგრძნობთო, რომ უკეთესი გახდა ელექტრომომარაგება სწორედ ამ გაზრდილი ფასის ხარჯზე. ჩვენი სტუმრები არიან ლაშა ფარულავა, ნაციონალური მოძრაობის წევრი და ბესიკ დონაძე, კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი. ლაშა ცოტათი გვიგვიანებს და შემოგვიერთება, მანამდე ბესოს მივესალმები, გამარჯობა ბესო. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მობრძანებისთვის და პირველ რიგში როგორ შეაფასებ ამ გადაწყვეტილებას, როგორც ამბობენ, მაქსიმალურად შევეცადეთო გადაგვევადებინაო ეს გადაწყვეტილება, ერთხელ გადავადდა მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო, იმიტომ რომ იმპორტ დამოკიდებულები ვართო, დენი ძვირდებაო, მოხმარება გაიზარდაო და პლუს ქსელებში ფულია ჩასადები, რომ გამოიცვალოს ეს ამორტიზებული რაც არის. მოგეთ, რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტზე გავამახვილოთ ყურადღება. პირველი ის, რომ რაღაც პროცენტები რო არ ვთვალოთ, ძალიან მარტივია. ყველა საფეხურზე, ხო, რამდენიმე საფეხურია, 3 საფეხური არის 100 კილოვატამდე, 100 კილოვატის ზევით და შემდეგ 300-დან უკვე კიდევ ზევით, ანუ სულ 3 საფეხურია და მეოთხე ეს არის უკვე კომერციული, ხო? ანუ ყველა საფეხურზე 5 თეთრით გაძვირდა ელექტროენერგია. ან ძალიან მარტივი არის, რომ ყველაფერზე შესაბამისად მოიმატებს ფასები. ანუ თუ კომერციულ დაწესებულებებს გაუძვირდათ ელექტროენერგია, შესაბამისად ფასი მოიმატებს აბსოლუტურად სულ ყველაფერზე. ანუ არ არსებობს პროდუქტი თუ ნივთი, რომელიც არ გაძვირდება.
ფიზიკურად არ არსებობს ეგეთი. ხო, ამის პარალელურად ამას დაუმატოთ რომ თავრობა ებრძვის ფასებს ეხლა მანდ მივალთ ვის ებრძვის, სინამდვილეში არავის არ ებრძვის. ხო, ხუთი თეთრით გაძვირება არის ძალიან მძიმე ტვირთი საქართველოს მოქალაქეებისთვის იმ ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რა ეკონომიკური მდგომარეობაც დღეს არის საქართველოში. შესაბამისად, ეს ტვირთი არა მარტო დენის გადასახადში იქნება, არამედ იმ გაძვირებულ პროდუქტში იქნება, რომელ გაძვირებულ პროდუქტსაც ეხლა ებრძვის ქართული ოცნება. ანუ კიდევ გაძვირდება იმის აგრეთვე გაიაფთეს პროდუქტი. ხო, ანუ ფიზიკურად ვერ გაიაფთება, ამას ემატება ის, რომ ნავთობის ძვირდება და შესაბამისად ეს იქნება ძალიან მძიმე ტვირთი საქართველოს მოქალაქეებზე. რაც შეეხება ეს კომისია, რომელიც ახლა რაღაც ფასებს იკვლევს, სადაც ყველა კომისიის წევრი, ვინც არის ამ კომისიაში, არის ოფიციალური მილიონერი, ანუ მათთვის ეს ხუთთეთრიანი ნაცილოსალი არის განსაკუთრებით აღჭურვებული. ხო და ანუ ეს ხუთთეთრიანი ფასე დენის გაძვირება მათ არ ეხებათ მოკლედ ეს არც ფასების გაძვირება ეხებათ, არც დენის ტარიფის გაძვირება ეხებათ და არაფერი არ ეხებათ. ეხლა რეალურად ქართული ოცნება რაღაც ფასების რაღაცა შემსწავლელი საგამოძიებო კომისია რო შექმნეს, რეალურად ეძებს ეხლა დამნაშავეს ქართული ოცნების პროპაგანდას უნდა რომ გამოკვეთოს ვიღაც დამნაშავეთ, ანუ ქართული ოცნება ხო არ არის დამნაშავე, რომ ფასები გაიზარდა. დამნაშავე არის რომელიღაცა სუპერმარკეტი ან რომელიღაცა სადისტრიბუციო კომპანია, ანუ წამლების ფასებზე დაიწყეს. ხო, ეხლა წამლებს, ანუ საბოლოო ჯამში საგამოძიებო კომისია დადებს დასკვნას, რომ დამნაშავე არის კერძო სექტორი და იმიტომ არის ძვირი, ანუ მოსახლეობას დაუწყებენ იმის მტკიცებას, რომ მთავრობა არის კეთილსინდისიერი, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ფასი იყოს დაბალი, ოღონდ ამ ყველაფერში დამნაშავე არის კერძო კომპანიები. საერთოდ ნორმალურ და ცივილიზებულ ქვეყანაში ფასების კლება ხდება გადასახადების შემცირების ხარჯზე. ანუ როდესაც საგადასახადო წნეხს და საგადასახადო ტვირთს ამცირებ, ამის შემდეგ ხდება ფასების შემცირება. მაგალითად, თუ შეამცირებ დამატებითი ღირებულების გადასახადს, ეგრეთ წოდებულ DGG-ს, მაგალითად, პირველადი მოხმარების პროდუქტზე შესაბამისად შემცირდება და ოღონდ ეს ფული დარჩება საქართველოს მოქალაქის ჯიბეში, რომელიც უფრო მეტს დახარჯავს მისი საჭიროებებისთვის. მაგალითად, აი ეხლა რამდენიმე დღე არის, რომ 50 თეთრით გაიზარდა დიზელი, 40 თეთრით გაიზარდა საწვავი კიდევ, ხო? საქართველოს ხელისუფლებას, ანუ ხოცებს შეუძლიათ რომ გააუქმონ აქციზი. აი ეს გაიტანონ პარლამენტში ეს წინადადება, აი როგორც ტროტუარების კანონი მიიღეს ერთ დღეში, ისე ერთ დღეში გაატარონ სამივე მოსმენა და გააუქმონ აქციზი. და ვეკერო დაჩქარებული წესით იმის აქციზის გაზდას გაძვირებას მანქანის იმაზე. აი ზუსტად ეგეთივე სისწრაფით გააუქმონ საწვავზე აქციზი, რომელიც გამოიწვევს მყისიერად 40 თეთრით კლებას საწვავის. რაც შესაბამისად ხო, ეხლა მოდი გადავიდეთ ბიუჯეტზე. ანუ შესაბამისად, როდესაც გადასახადები მოიკლებს, რა თქმა უნდა, ფულიც ნაკლები შევა ბიუჯეტში. ოღონდ პარალელურ რეჟიმში ბიუჯეტის ხარჯი უნდა შეამცირონ. ანუ ის წარმომადგენლობითი ხარჯები, რომელსაც ხარჯავენ, აღარ უნდა დახარჯონ. მაგალითად, ეკონომიკის მინისტრი, ზაგვარია ქრივიშვილი, ხო, ორ თვეში 10,000 ლარი დახარჯა თაბორის პარაგრაფში ბიძინა ივანიშვილთან სარესტორნო მომსახურება, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ გააფორმა ხელშეკრულება 116,000 ლარის და მეკითხა, იმიტომ სარესტორნო მომსახურების ცალკე ვისაუბროთ, თქვენ ამბობთ, რომ ივანიშვილის სასტუმროს, რომელიც არის წამგებიანი, სპეციალურად უფორმებენ საბიუჯეტო ორგანიზაციები ხელშეკრულებას, რომ ამ სასტუმროს შემოსავალი კონდეს. ამ ჩვენი ფულით ვაფინანსებთ. რა თქმა უნდა, ეგ არა მარტო პარაგრაფს, კიდევ ბევრ ბიზნესს. საინტერესო საკითხია, იმიტომ თქვენ დაასახელეთ ერთ-ერთი სახელმწიფო უწყება, ხო? ამავე დროს, მაგალითად, საფეხბურთო ნაკრები, რომელიც ჩამოსული იყო დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების საუბრობ, ისრაელთან თამაშის წინ საქართველოს შეიძლება ესეც პარაგრაფში იყო განთავსებული. კი, რა თქმა უნდა, ხა ეს ხო ძალიან მარტივი. ფაქტობრივად, ხა ფედერაციამაც ფული ეს ხო ძალიან მარტივი ამოსაცნობი არის, რა სქემა არის, ხო? იმიტომ რომ პარაგრაფი გავიდა წაგებაზე, შესაბამისად ამ სასტუმროებმა უნდა იმოქმედო. ზოგადად ეს ადამიანი კარგს ვერაფერს ვერ აკეთებს. ააშენა საკონცერტო დარბაზი, ვერაფერში ვერ გამოიყენა და საბიუჯეტო დოტაციაზე დასვა. წარმოიდგინეთ, რომ იმ მთელს თანამშრომლებს, დირექტორებს, მოადგილეებს, რომელიც საკმაოდ ბევრნი არიან, საკმაოდ მსუყე თანხას უხდით. ეხლა ეს პარაგრაფი აგვეკიდა სარჩენად, ორი ცალი.
ერთი თაბორზე და ერთი იმაზე რა ქვია პუშკინის ქუჩაზე. და თქვენ თუ ჩახედავთ სახელმწიფო შესყიდვებს, ყოველგვარი ტენდერის გარეშე ერთპირთა მოლაპარაკებით გამარტივებული წესით უფორმდება ხელშეკრულებები სასტუმრო პარაგრაფს, როგორც თაბორის მთაზე, ასევე პუშკინის ქუჩაზე. აი და ეს ნათლად აჩვენებს, რომ ეს ადამიანები არაფერს არ იკლებენ საკუთარი კომფორტისთვის. ანუ, როდესაც გადასახადებს შეამცირებ, რა თქმა უნდა შეამცირო ხარჯვა. უნდა იყიდო ნაკლები ახალი ავტომობილი, უნდა იყიდო ნაკლები ავეჯი, უნდა იყიდო, ასე ვქვია, არ უნდა იარო რესტორანში. აი, მაგალითად, ძალიან მარტივად შემიძლია აუხსნა ის, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტი. ხო? აი, ცაგერის მუნიციპალიტეტში რამდენიმე კვირის წინ გუბერნატორი, მისი მოადგილეები რეგიონის საკრებულოს თავმჯდომარეები და მერები შეიკრიბნენ საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გამართეს და სხდომა რო დამთავრდა ცაგერის მერის ბიუჯეტით 3324 ლარი დახარჯეს შემდეგ რესტორანში. აი ეს ახლა ნორმალური და მართებული არის? ანუ წავიდნენ და იქეიფეს. ანუ რამდენჯერ გუბერნატორი მის თანამშრომლებს და რაღაც მერს შეხვდება, იმდენი ხალხის ფულით მიდიან და კეიფობენ რესტორნებში. აი ზუსტად ეს მიდგომა არის. ნახეთ, როდესაც იწყებ რომ მაგალითად როდესაც ხალხზე ზრუნავ, ხო? და იტყვი რომ აი მოგოდი ეხლა მოდი აქციზი უნდა გავაუქმო, იმიტომ რომ მეტი ფული დარჩეს საქართველოს მოქალაქეს ჯიბეში, იმიტომ რომ სხვა საჭიროებისთვის გამოიყენო, პარალელურ რეჟიმში ცაგერის მერი თავს უფლებას არ უნდა აძლევდეს, რომ რესტორანში კეიფობდეს სახელმწიფო ფულით, ეკონომიკის მინისტრი იმის მაგალითად, რომ ეკონომიკას აუმჯობესებდეს, თაბორის პარაგრაფში ფულს არ უნდა ხარჯავდეს და მას შეუძლია სამსახურში საკუთარ კაბინეტში მიიღოს სტუმარი და იქ გაუმასპინძლდეს და არ არის აუცილებელი პარაგრაფში სიარული, იმიტომ რომ არარაციონალურად იხარჯება ჩვენი ბიუჯეტი. კიდევ არის ესეთი რამე, ნახეთ, გადასახადის გადამხდელი ბიზნესი კი არ იხდის გადასახადს. გადასახადს ვიხდით ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რომელიც აი დილით გამოვედით სახლიდან და ყველა პროდუქტი, რაც კი რამე შევიძინეთ, ყველაფერში გადავიხადეთ გადასახადი. ეს იქნება დამატებითი ღირებულების გადასახადი თუ აქციზის გადასახადი. შესაბამისად, ბიზნესიდან ხდება ამ გადასახადების ამოღება, ანუ ადმინისტრირების კუთხით არის ბიზნესიდან ფულის ამოღება, თორე გადასახადებს ვიხდით საქართველოს მოქალაქეები. ანუ ნორმალურ სახელმწიფოში გადასახადების შემცირება პირდაპირ აისახება საქართველოს მოქალაქის ჯიბეზე. იმიტომ რომ მეტი ფული დარჩება საქართველოს მოქალაქეს და ეს მეტი ფული დაიხარჯება მისი საჭიროებისთვის. ეს არის ძალიან მარტივი. ის, რასაც ახლა ქართული ოცნება აკეთებს, რომ რაღაცა ფასების შემსწავლელი კომისიას ეძებს იქ ვიღაცაზე, ხო? ეს არის არსებული სიტუაციიდან გამოძრომა და იმის ძებნა, რომ ვიღაცას დაბრალდეს, რომ ფასები არის ძვირი. რომ აი მაგალითად ვიღაცა დისტრიბუციის სადისტრიბუციო კომპანიის ბრალი არის მაგალითად რომ რაღაცა ხოზე კვერცხი არის ძვირი. ნუ ეს ხო აბსურდია. კვერცხს თუ შეუმცირებ დღეგეს გადასახადს, რა თქმა უნდა, რამდენი პროცენტითაც შეამცირებ, იმდენი პროცენტით მოიკლებს. ბიუჯეტის ჭამას უნდა მოუკლო. დაახლოებით 2025 წლის ბოლოს 80 მილიონი ლარის ავტომობილები იყიდეს. გასაგებია, ლაშა შემოგვიერთა არულავა, რომელმაც ფაქტობრივად 15 წუთი დაგვიგვიანა, რა შეიძლება ითქვას. ჩემი ბრალი არ არის, კახტალაცის ბრალი. გაგიკვირდება და კალათის დააბრალებს. კეთილი მოგესალმებით. ყველა იმ ადამიანს ვაბრალებ, ვინც ფეხით არ დადის. ჩემი რაც შორის საცობია ახლა თბილისში. და საცობი როცა არის, უნდა იაროს ტრანსპორტი. ანუ კალაძე მისე მოაწყო თბილისი. რომ ვერც ავტომობილით გადაადგილდები, ვერც საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ვერც ფეხით, ანუ არც ტროტუარი დატოვა, არც საპარკინგო სივრცე და მაგრამ ამისთვის აიღო 450 მილიონი ევროს სესხი აიღო და ეს ფული საწავიდა ალბათ არ გაგვირდება თუ გეტყვით რომ მოიპაროს. ხო, ნუ დენის ტარიფით დავიწყოთ. დენის ტარიფი კი დღეს დენი 5 თეთრით გაგვიძვირდა ეს ინფორმაცია ესე პრევალირებდა ის განმავლობაში, თუმცა მინდა აუხსნა მაყურებელს, რაშია საქმე, ჩვენთან არის დიფერენცირებული ტარიფი 100 კილოვატამდე, 300-მდე და შემდეგ. ანუ პირველ რიგში მაგალითად ვისაც ჰქონდა მოხმარება 100 კილოვატამდე და თუ იხდიდათ 15 ლარს, გაუხდა 20 ლარი. იგივე მოცულობის ელექტროენერგიის მოხმარება. ვინც იხდიდა მაგალითად 19-ით, ანუ 300 კილოვატამდე, მას მოუწევდა სადაც 38 ლარის გადახდა და ახლა მოუწევს 48 ლარის გადახდა და იგივე მაგალითად ვისაც ქონა უფრო მეტი, აი კერძო სახლები ვისაც აქვს 350
კილოვატ-საათამდე სჭირდებათ მათ საერთო მოხმარებაში და მათთვის უფრო მეტ 17 ლარამდე გაწვდით. მაგრამ თბილისელებს პირველი კატეგორიას პირველ საფეხურს 33%-ით, მეორეს 25%-ით, მესამეს 20%-ით, თუმცა ყველას გაუძვირდა. ყველას გაუძვირდა და მათ შორის არ დაგვაუწყდეს რომ გაუძვირდა თბილისელებს დასუფთავების გადასახადით, იმიტომ რომ მიბმული არის დენის ტარიფთან დასუფთავებაც და მაგალითად შუა საფეხურს თუ ავიღებთ, ანუ 19 თეთრიანი ელექტროენერგია, რომელიც 24 თეთრი გახდა, მინიმუმ 6 ლარით გაუძვირდება ჩვენს თანამოქალაქეებს, თბილისელებს დასუფთავების მოსაკრებელიც. ანუ ყველაფერი გაძვირდება ამის გამო, იმიტომ რომ ეს ჯაჭურად მოქმედებს ყველა საწარმო ხაზზე, მათ შორის ყველა საწარმოს პროდუქციის თვითღირებულებაც გაიზრდება და ხელისუფლება, რომელიც ამბობდა და ზუსტად გასული არის 95 დღე რაც ირაკლი კობახიძემ გამოდო ვიდეო და თქვა რომ მაღალ ფასებთან ბრძოლას დაიწყებდა, დინარაძემ კომისიად შექმნა და პლუს საგამოძიებო რაღაცა პროცესი წამოიწყო და აგერ პაპუაშვილმა პარლამენტში ეხლაც მიდის მსჯელობა რომ ფასებს კი არ სწავლობენ, ანუ რატო არის გაძვირებული, სწავლობენ ვის რა მოგება აქვს, ანუ ბუღალტერიას უთვლიან კომპანიებს და ამასობაში ყველაფერი გაძვირდა, გარდა ისა რომ დენი გაძვირდა, დასუფთავება თბილისელებს გაუძვირდათ, ამავდროულად არ დაგვაუწყდეს რომ მიზნობრივი ინფლაცია არის 3% და ყოველთვიური ინფლაცია გვაქვს 4.8-4.6%. ეს რას ნიშნავს პირველ რიგში? ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი პირდაპირ არის და ესე რომ ვთქვათ, კორუფციის გამოხდება ეს ყველაფერი. კორუფცია არის მთავარი მიზეზი და მე მინდა ნარმანიას კომენტარი მიზეზები დაასახელა მე პირადად უჩა მამაცაშვილმა მე ლევან ხაბეიშვილს და ვასო ურუშაძეს გვიჩვლა უჩა მამაცაშვილმა და მე პირადად მედავებოდა რომ ელექტროენერგიის შუამავალი კომპანიები რო აღმოვაჩინე, რომელსაც არ ქონდა ოფისი და მისი დირექტორი იყო სწორედ უჩა მამაცაშვილის ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და კავშირი ეს დავადგინე და თქვი რომ სავარაუდოდ მისი თანამონაწილეობა კომპანია არის აუხსნათ კიდევ. თბილისი იყო შეპესე თბილისი რომელსაც რასაკეთებს მაყურებელს ვარ. ანუ აუხსნი კი ბატონო, აქ რაზე იყო ლაპარაკი, როდესაც ესე რომ ვთქვათ ბიტფური გაჩნდა, რომელიც საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ ივანიშვილის ბიზნესი ყოფილა ბაჩიაშვილთან ერთად და ჰქონდათ 8 თეთრად ელექტროენერგია, როცა ბიზნესი 32 თეთრად ჰქონდა და მილიარდები იშოვნეს და ეხლა ბაჩიაშვილი გვემალება მოვიდეს და აგერ დაჯდეს და პასუხი გამცეს თუ მე ვცდები საიდან ქონდა ეს 8 თეთრიანი ელექტროენერგია აგვიხსნას. მაგალითად, ხო, ამით დადასტურდა და მოხმარება გაიზარდა. ანუ მაინერების მთელი ქსელი გაჩნდა საქართველოში, მოხმარება გაიზარდა და გაზრდილი მოხმარებას საქართველოს უპასუხა იმპორტის შემოტანით. ანუ რუსეთზე დამოკიდებულები გავხდით და არა აქ არსებითი ამბავი არის ის, რომ ესკო არის სახელმწიფო კომპანია, რომელიც ექსკლუზიურად წარმოებლისგან ყიდულობს ელექტროენერგიას ზამთრის დეფიციტურ პერიოდში და ესკო კი არ იყო მყიდველი, შუამავალისგან ყიდულობდა საქართველოს. ანუ ჯერ შუამავალთან დებდა ხელშეკრულებას და შუამავალი რუსებთან ან აზერბაიჯანულ კომპანიასთან და ეს შუამავალი რეალურად იყო ივანიშვილის სავარაუდოდ ივანიშვილის ჯიბე და ამაზე რო ლაპარაკობ გადამყიდველია ფაქტობრივად. კი, ის ყიდულობს რუსეთს. ანუ მარტოდ რო ახსნა და ჩვენი სახელმწიფო თუ რუსეთიდან რო შემოგვაქვს ენერგია აზერბაიჯანიდან, პირდაპირ რუსეთისგან აზერბაიჯანი კი არ ყიდულობს. გადამყიდველის მეშვეობით ყიდულობს. და ამასთან დაკავშირებით შუამავალი კომპანიით. და ისინი ამაში აზერბაიჯანში ვიღაც ქართული კომპანია მაგალითად ელგრინი. ხო, ყიდულობს აზერბაიჯანიდან დენს და მერე ძვირად ყიდის იმაზე. დიახ, სულხან პაპაშვილის ნოგაიდელის სადღაც 2 თეთრი აი ამ საშუამავლო კომპანიასთან გავდით. ეგ ვერ დავადგინეთ და სასამართლოზე მე გამოვიძახე მოწმეთ დავით ნარმანია და გამოვკითხე დავით ნარმანია და მისი პასუხი არის მათ შორის დაარქივებული. და რას გვეუბნებოდა რომ იმპორტული ელექტროენერგია უფრო დაბალი ფასის იყო ვიდრე ადგილზე წარმოებული ელექტროენერგია და ვიმტკიცებდა რომ ფასზე ამას არანაირი გავლენა არ მოუხდებია და გენელი არ ყოფილა ბოდიში და დღეს რას გვეუბნება გავიდა ზუსტად 3 წელი 23 წელს დასრულდა ჩემი სასამართლო პროცესები და 3 წელი გავიდა და დავით ნარმანია 5 თეთრით უზრდის მომხმარებას ელექტროენერგიას და ამას ასაბუთებს იმით რომ მოხმარება გაიზარდა, იმპორტი გაიზარდა და ამის გამო ჩვენ იძულებულები ვართ ფასი გავზარდოთ. ახლა ვეკითხები დავით ნარმანიას. ის თუ კეთილსინდისიერია, პატიოსანია
მაშინ აგვიხსნას, როცა ამბობდა, რომ იმპორტი არ იყო დგენელი ფასის გაძვირების, ახლა როგორ გახდა? მაშინ იყო თუ არა კორუფციული ინტერესი, თუ ახლა არის კორუფციული ინტერესი? ვის ატყუებენ? კი, მაღალი ფასები აწყობს ბიძინა ივანიშვილს და რეჟიმს. კი, გაძვირებული ცხოვრება. მხოლოდ და მხოლოდ მართლა უკმაყოფილება ხო ის? გაზრდილი ტარიფი არის მეტი დამატებითი ღირებულება ბიუჯეტში. გაზრდილი მაგალითად საწვავის ღირებულება არის აქციზი და შესული ფული და იქიდან ვის ეზრდება ხელფასი? კოლექტიურ ზარქუებს 1000 ლარით და 20 ლარით რომ მოუმატეს პენსიონერის პენსია 5 ლარი მხოლოდ დედმა პლუს არ დაგაუწყო რომ გაზის გაძვირდება და ანუ ესეც დამატებითი ტურთი იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ანუ თუ ავიღებთ დენის ტარიფს, გაზის ტარიფს, დასუფთავების ტარიფს და პლუს ინფლაციას, საბოლოო ჯამში აღმოვაჩენთ რომ ის გაზრდილი 20 ლარი ისევ ოცნებამ წაიღო უკან და რეალურად თუ რამეზე დგას დღეს ივანიშვილის რეჟიმი არის ქართველი ხალხის ჯიბე. არანაირი ინვესტიცია ქვეყანაში არ შემოდის და მეტიც მათი შეცდომების საფასურს იხდის ქართველი ხალხი ინტერაოსთან 138 მილიონი დოლარი, ენკასთან 400 მილიონი დოლარი. ეს არის ჯამში 1.5 მილიარდი ლარი, რომელიც არის ჩვენი და ჩვენი შვილების გადასახდელი. ეს ხდება კორუფციის, გულგრილობის, დაუდევრობის გამო, უპასუხისმგებლობის გამო. არავინ დაკავებული, არავინ დაკითხული. არც ერთი გამოძიება ამ მიმართულებით. ენერგოომბუდსმენი ნინო გულეიშვილი ამბობს 2025 წელმა გვიჩვენა რომ ელექტროენერგიის პიკური მოხმარების პერიოდში, როდესაც იყო განსაკუთრებული სიცხე, ქსელი იყო გადატვირთული და ავარიების რაოდენობა ძალიან გაზრდილი. ამას ემატება ისიც რომ წლიდან წლამდე მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება. ამ ვითარებით მომხმარებელი მომავალში უწყვეტ მომარაგებას ვერ მიიღებდა. ამის შესახებ განაცხადა ენერგოუმბუდსმენი. ძალიან მოკლედ ინვესტიციას არჩევ. მოდი ჯერ პასუხობს ბესომ და მერაბ, აი ჩვენ შეგვიძლია ახლა ამოვიღოთ წინა კომენტარი, როდესაც გაძვირდა ელექტროენერგია, ანუ რამდენჯერაც ელექტროენერგია ძვირდება, აბსოლუტურად ერთი და იგივე კომენტარი კეთდება, რომ ეს არის საჭირო, იმიტომ რომ მიაწოდონ ელექტროენერგია, იმიტომ რომ აღმოფხრან ავარიები. ანუ მიზეზი არის ერთი და იგივე, უბრალოდ ახლა წინა ტექსტში სიტყვებს გადაადგილებს ნარმანია, ოღონდ შინაარსი არის ერთი და იგივე. საბოლოო ჯამში ქართულმა ოცნებამ 12 წლის განმავლობაში ვერ შეძლო ის, რომ საქართველოს ყოფილიყო ენერგო დამოუკიდებელი. ანუ კვლავ იმპორტზე ვარ დამოკიდებული, კვლავ რუსეთზე ვარ დამოკიდებული. შემდეგ, როდესაც ამ იმპორტირებულ ელექტროენერგიას ვყიდულობთ, შუამავალი კომპანიები მოდიან საიდანღაც, რომელიც ჩვენს ხარჯზე ფულს აკეთებენ. და შესაბამისად ეს ფული მიდის ბიძინა ივანიშვილის ჯიბეში და მე ეს ფული ხმარდება უკვე იმ შავ სალაროს და აი ამ მილიონერ დეპუტატებს, რომლებიც დღეს პარლამენტში ზიან, ხოლო რაც შეეხება ის, რომ ნებისმიერი გაძვირება, ეს ელექტროენერგიის გაძვირება პირდაპირ აისახება, როგორც თქვით და კიდევ გავიმეორებ, აისახება აბსოლუტურად სულ ყველაფერზე. დაწყებული საკვები პროდუქტიდან დამთავრებული ტექნიკამდე, როცა აი ტელევიზორი რო იყიდება მაღაზიაში, იმაზეც გაძვირდება გადასახადი, იმიტომ რომ ჩართული არის ის დენში, ხო? შესაბამისად, კომერციულ ორგანიზაციებსაც 5 თეთრით გაუძვირდა. ეს არის ტვირთი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ოღონდ ამ ყველაფრის შემცირება შესაძლებელია გადასახადების შემცირებით. გადასახადებს რო შეამცირებს, შესაბამისად ბიუჯეტიც ნაკლები უნდა ხარჯო, ხო? აი რამდენიმე მაგალითი მოვიყვანე და რა ვიცი, ერთ მაგალითს ვიტყვი, ვინმე შეუძლია ქართულ ოცნებიდან ახსნას, რომ მაგალითად ზარქუას რატო უნდა ემსახურებოდეს ავტომობილი. ანუ რა რატო უნდა ხდეს 14000 ლარი? აი რა საზოგადო ხელფასი პარლამენტარის ხელფასი მაღალი უნდა იყოს, გასაგებია, იმიტომ რომ უნდა ზრუნავდეს. არა, ნახეთ, ანუ 2 წლის წინ კონდაც 4000 ლარი. უნდა ზრუნავდეს საქართველოს. როგორ შეიძლება სამჯერ გაიზარდო ადამიანმა? უფრო მეტად. ანუ მაღალი ხელფასი მისაღებია იმ შემთხვევაში, როდესაც ზრუნავ საქართველოს მოქალაქეებზე, ზრუნავ ეკონომიკაზე და ხარ პასუხისმგებელი 4000 და 8000 გაიხადათ, კაცო, 14000 შენი შეკითხვას მინდა. მაგრამ სამწუხაროდ პასუხისმგებლობა სარგზნობენ საქართველოს მოქალაქეებს. ანუ ენერგოომბუდსმენი არის რეალურად იმ კომპანიების, ანუ ოლიგოპოლია რო არის, სხვათა შორის დისტრიბუტორი კომპანიები. ანუ ეხა ვის ჯიბეს ავსებს სემეკი, ნარმანია და ქართული ოცნება. ეს ხვიჩა მაკაცარი. ხვიჩა მაკაცარიას ჯიბე შეივსება ამით. ხვიჩა მაკაცარია წარმოადგენს იმ კომპანიას, მაგალითად თბილისში, რომელსაც ეხლა გაუზარდეს ესე რომ ვთქვათ, გადასახადი. კი? თელასის 25%. ხო, და არა მარტო ხვიჩა მაკაცარიას, და არ დაგავიწყდეთ, რომ ხვიჩა მაკაცარიას მაგალითად მიკროავტობუსები უყიდა თბილისელების ფულით კახი კალაძე.
და ეს იყო სესხი. ეს არის ლურჯი მიკროავტობუსები. ეს იყო სესხი 400 მილიონი ევრო რო აი რომ კალაძე რომ ტრანსპორტი მულტიმოდალური უნდა ყოფილიყო თბილისში და გადაადგილება უნდა შეძლებოდა ქვეითს ყველაზე თავისუფლად. აი ამაში დაიხარჯა ეს 400 მილიონი და ყოველწლიურად ჩვენ 100 მილიონს აი ამ ვალის მომსახურებაში ვიხდით. სხვათა შორის ევროპელებს ვიხდით. ხო, აი ხვიჩა მაქაც არის იმ ფულიდან უხდიდა მიკროავტობუსები და აი ამ ადამიანს გაიზრდება შემოსავალი და ერთი მნიშვნელოვანი ენერგოომბუდსმენი როცა იძახის რომ გაიზარდაო მომხმარებელთა რაოდენობა არის ტყუილი და გეტყვით ახლა საქსტატი იტყუება თუ ენერგოომბუდსმენი. მოდი ავიღოთ საქსტატის მონაცემები. ორივე. 24 წელს ბუნებრივი კლება ჰქონდა ჩვენ შობადობასა და სიკვდილიანობას სალდო იყო 4000 24-ში. 25 წელს იყო 5000. ხო და ანუ საქართველო არა მხოლოდ იცლება ქართველებისგან, არამედ ასაკობრივათაც გვერდებით და საქართველო უბრალოდ გაქრება ივანიშვილის პირობებში. და ეს ციფრებით არის ყველაფერი გამოხატული, რომ იტყუებიან და ყველაფრის თქმა რო შეუძლიათ. მოვიდნენ, დაგვიჯდნენ და აი ციფრებით ვილაპარაკოთ, ვისატყუებენ ესენი. ხო, ანუ მაგაშია საქმე, საქსტატის მონაცემები ავიღოთ და გავარჩიოთ ყველა საკითხი. კი, მომხმარებელთა რაოდენობა კი არ იზრდება, მხოლოდ მათი შემოსავალი იზრდება. ოცნების დანაყოფის, კორუფციული ამ ცელის დანაყოფის ეკონომიკა გაიზარდა და დენზე მოთხოვნაც გაიზარდა. მნიშვნელოვანი. კი, სადისტრიბუციო კომპანიებს გაუზარდეს, კი, რომ მეტი ფული მიიღონ და ეს სადისტრიბუციო კომპანიები არის ქართული ოცნების დანაყოფი. მათი პარტიული ყულაბის შემავსებელი სტრუქტურაა. ეს არის ფაქტი და თუ ამაში მე ვცდები, მოვიდნენ და მოდი აი დაჯდეს დავით ნარმანია და მხოლოდ ფაქტებით ვილაპარაკოთ. ენერგოომბუდსმენი იქნება, აი დაგვიჯდეს მე და ბესოს და დაგველაპარაკოს. მხოლოდ ფაქტებით, მხოლოდ ციფრებით, მხოლოდ არგუმენტებით. პოლიტიკურ შეფასებაშიც არ შეცვალ. უბრალოდ სემეკი დღეს ასრულებს ივანიშვილის და ამ ბანდფორმირების, კრიმინალური ბანდფორმირების, რომელსაც ახლა ქართული ოცნება ქვია, ამოცანებს. და მათი ამოცანა არის ქართული ხალხის გაღარიბება, ფასების გაზრდა, ფარისეულურად გვეუბნებიან, უნდა შეამცნონ, მაგრამ ზდიან, იმიტომ რომ პირდაპირ კორელაციაშია ეს ყველაფერი მათ შემოსავალი. ჩვენ დრო ამოიწურა, ცოტა ადრე რომ სულიყავ მეტი დრო გეკეთა. ანუ ეს არ არის უბრალოდ ის მის თქვა მინდოდა რომ ეს არ არის მხოლოდ რაღაცა ჰიპოთეზა, ეს არის ფაქტებით დადასტურებული რომ მათი ყულაბის შევსებას ემსახურება ჩვენი გაზრდილი გადასახადები და კომუნალური ტარიფის ამსახველი ქვით არის რომ მოგივათ 1 აპრილის შემდეგ. აი ჩემს სიტყვებს გაიხსენებთ შემდეგ. მადლობა დიდი ლაშა ფარულავა და ბესიკ დონაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. ლაშა ფარულავა ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს, ბესიკ დონაძე კოალიცია ცვლილებისთვის. საბოლოო ჯამში ალიანსი. ხო, ანუ ორივე წარმოადგენენ ოპოზიციის გაერთიანებულ ალიანსს. ჩვენ გვექნება რეკლამა, რეკლამის შემდეგ რომან გოცირიძე ჩაგვერთვება ამავე თემებზე, ასე რომ დაგველოდეთ, საინტერესო ეთერი გაუდებათ წინ. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც უკვე იცით, დენი თბილისის და რეგიონებში 5 თეთრით გაძვირდა, ანუ ვინც 100 კილოვატამდე მოიხმარდა ენერგიას, მისთვის იყო აქამდე 15 თეთრი თბილისში და ეხლა გახდება 20 თეთრი. ანუ ფაქტობრივად 1/13-ით 33%-ით გაიზარდა მათთვის დენის ფასი და სხვა ყველა საფეხურისთვისაც, ვინც 300 კილოვატს მოიხმარდა, იმათვისაც 300 კილოვატამდე მოიხმარდა, იმათვისაც 5 თეთრით გაძვირდა და ვინც უფრო მეც, იმათვისაც 5 თეთრით, ასევე დაახლოებით 4-დან 6 თეთრამდე გაძვირდება კომერციული ორგანიზაციებისთვის, ანუ საცხობებისთვის და ასე შემდეგ ბიზნესისთვის მარტივად რომ ვთქვათ. ამ თემაზე ვისაუბრეთ პირველ ბლოკში და ვაგრძელებთ საუბარს მეორე ბლოკში. ჩვენი სტუმარია ეკონომისტი რომან გოცირიძე, რომელსაც მივესალმები, გამარჯობა ბატონ რომან. მოგესალმები მე მივესალმები ჩვენ ტელემაყურებლებს, გისმენთ ახლა მე თქვენ და ხო, ნუ მე წავიკითხე ნარმანიას განმარტება და კიდევ ერთხელ წავიკითხა, ვინც ახლა შემოგვიერთდა მათთვის. სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფის ზრდის უმთავრესი საფუძველი გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები და ასევე ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტ დამოკიდებულება შემოდგომა ზამთრის თვეებში და ნარმანიას განმარტებისთვის ინვესტიციის მხოლოდ ოპტიმალური მოცულობის გათვალისწინება იმისთვის, რომ ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს. ანუ ქსელია გასაუმჯობესებელი. მოკლედ გავაგზავნებს ჩემს შესავალს, გისმენდით და გეთანხმებით სრულიად. ვეთანხმებით თქვენს მოსაზრებას, როგორც დენის ტარიფებთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს ფეხბურთის ნაკრების უბადრუკ თამაშთან დაკავშირებითაც. ასე რომ როდესაც 30 მილიონს აიღებს ნაკრები ივანიშვილისაგან, აი იმ დღიდან დაიწყო ამ ნაკრების მორალური მოშლა და
რამდენი ზედიზებთ 6 თამაში არ ქონდათ მოღებული. ეს ასე ლირიული გადახვევა, მაგრამ აი ახლა შემხვდა თქვენი პოსტი აი ამ წუთას, ასე რომ ორივეში გეთანხმებით. რაც შეეხება დღეს მომხდარ ამბავს, რა თქმა უნდა, ეს იყო გარდაუვალი და ერთ რამეში შეიძლება დავეთანხმოთ აი ამ ოცნების ხელისუფლებას, რომ რომ არა ტარიფების მატება, გაგრძელდებოდა დეგრადაცია კიდევ უფრო ენერგეტიკის სექტორის. აი პირადად ჩემთან აი შემიძლია ვთქვა, რომ არ ყოფილა ერთი თვეც კი, რომ დენი არ გათიშულიყო. ერთი დღითაც იყო, ორი დღითაც იყო, ხან ერთი კაბელი გასკდება, ხან მეორე კაბელი, ხან აქ ჩემს უბანში კი არა, სადღაც სხვაგან რაღაც დაზიანება იქნება და აი ასე და უკვე გადავედით იმაზე, ამ სანთლების მომარაგებაზე, მაგრამ ახლა ტექნიკა წინ წავიდა და რაღაც ნატურა არის, რომელიც იტენება და ჩამოკიდება ნატურას სადაც გინდა და ამ დატენვადი ნატურების ავსავსე გვაქვს ეს არაფერი, რაღაც აბაზანები და ოთახები. რა მიიყო ანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე? აი გავიაროთ აი ამ მათ მიერ ახსნილი, ოღონ კომპრომატია მათ საწინააღმდეგო, ვინაიდან თავად აღიარებენ რა დღეში ჩააგდო ხელისუფლებამ მისმა კორუფციულმა და არასწორმა ქმედებებმა ენერგეტიკის სექტორი, პირველი ის რომ ქვეყანა გახდაო იმპორტ დამოკიდებული. საოცრებად ექსპორტზე გავქონდა წლების განმავლობაში ელექტროენერგია და თურქეთს ვაძლევდით აი ამ ჭარბ ელექტროენერგიას. იანვარ-თებერვალში, აი ახლა მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში იმპორტი გაიზარდა 26%-ით. გაზხომ ვებმებით ნელ-ნელა რუსეთს. ზამთრის პერიოდში გჭირდებოდა სულ იმპორტი პრინციპში. რა მნიშვნელობა აქვს ზამთარს მე მოყვება გაზაფხული და მე იმას შემოდგომა და ზამთრშიაც არ გაგვაქვს ელექტროენერგია, მაშინ მთელი უბედურება. რა მნიშვნელობა აქვს ამ სეზონებით манипуლირება? ფაქტია, რომ ჩვენთან თავად აღიარებენ, რომ გაიზარდა იმპორტი. 26%-ით მარტო იანვარ-თებერვალში. იმიტომ რომ მოხმარება გაიზარდაო ელექტროენერგიის. ანუ ეკონომიკა გაიზარდაო, ამას გულისხმობენ და ბევრი დენი საწარმოები გაიხსნა. აყვავდა ეკონომიკა და ბევრი დენი გჭირდება. კი, მივალთ აქამდე. ანუ ერთი მათი არგუმენტი, ძვირი ელექტროენერგია შემოგვაქვს. გასაგებია. ეხლა მეორე, ენერგეტიკის სექტორში გაიზარდა ფასებიო. ანუ რა თქმა უნდა, ყველაფერი გაეზარდა, კაბელის ფასი გაეზარდა, იმის ფასი, დასაქმებული ადამიანების ხელფასები, ვინაიდან ქვეყანა დაიცალა, წავიდა უცხოეთში და სამუშაო მუშახელს ვერ პოვლობენ და იქიდან შემოყავთ პაკისტანიდან და ინდოეთიდან. ყველაფერი, რაც ენერგეტიკასთან არის დაკავშირებული, მისმა ფასებმა გაიზარდა. ეს საწვავი იქნება. ეხლა საწვავი რადგან ვახსენე, ორი კვირაა, რაც საწვავის ფასი გაიზარდა და აი ამ ირანში მიმდინარე მოვლენების გამო და ყველაფერს იმას გადააბრალებენ ახლა. 5 წლის წინ მკვერცხი იყო გაძვირებული, იმას დააბრალებენ ორმუზის სულტეს. ამიტომ მანამდე მოხდა ამ პრობლემების დაგროვება. რატომ მოხდა? იმიტომ რომ ქვეყანაში გაიზარდა ყველაფერზე ფასები. როდესაც ქვეყანაში აფელის დაგებიდან დაწყებული და აი ახლა ვინც ვიყურებს ამას და გაიხსენეთ რა ღირდა აფელის დაგება 10 წლის წინ კი არა 2 წლის წინ დაღირდა 3 წლის წინ დაღირდა და რა ღირს დღეს როდესაც ყველაფერზე ფასი იზრდება ნემსიდან დაწყებული სურსათით დამთავრებული მათ შორის არამხოლოდ სამომხმარებლო ფასები რომელიც თუნდაც იგივე სუპერმარკეტებში იყიდება დიდი ნაწილი და კაი არიან წურველები ეს სუპერმარკეტების მეგატრონეები და ნავთობის იმპორტიორები და აგერ დღეს ფარმაცევტიკის სექტორი იხილება და მათთვის სუბიექტური ასე ვთქვათ როლიც არის მაგრამ თუ სუპერმარკეტებში ასე ვთქვათ გაორმაგდა მართლობის პერიოდში და უფრო მეტად ზოგიერთ საკონლზე გასამაგდა ფასები იგივე რატომ ემართება ყველაფერს სუპერმარკეტში ხომ არ იყიდება ის რა ქვია ის რაც ელიავას ბაზრობაზე იყიდება იქ რატო გაორმაგდა ფასი უფრო მეტიც პასპორტების ღირებულება რატო გაუმარგდა პირადობის ან მართვის მოწმობის აღება ან მართვის მოწმობის გამოსის ჩაბარება ეს სახელმწიფოზე დამოკიდებული ანუ იმის თქვა მინდა რომ მთავრობის და ეროვნული ბანკის ფულად საკრედიტო პოლიტიკა არის დამნაშავე ზოგადად ქვეყანაში ინფლაციის ზრდისა. როცა ყველაფერი გაიზრდება, რა თქმა უნდა, ენერგეტიკის სექტორსაც ხარჯები გაეზარდა და ბუნებრივია, რომ
უკვე დღევანდელი ასე თქვა ტარიფები ძლივს დააკმაყოფილებს თვითღირებულებას მოგებაზე რომ არაფერი თქვა და თუნდაც ახალი ინვესტიციების განხორციელებაზე. ეს მეორე. მესამე ფაქტორი ესო არისო მოთხოვნის და რა თქმა უნდა მოთხოვნა იზრდება. მაგრამ რატო არ მიაწოდე? აი აქ პირდაპირ დამნაშავეა ცალკეული პირების ღარიბაშვილის, რომელმაც გაანადგურა ხუდონჰესი კალაძის, რომელმაც ქვეყანაში დაბლოკა ინვესტიციები, რომლითაც უნდა აეშენებინა ინტერრაოს ღრამის ღრამზე უნდა აეშენებინა 3 ჰესი. თბილისში, თელაში უნდა განეხორციელებინა 300 მილიონი დოლარის ლარის ინვესტიციები. უკაცრავად მოდის გითით უნდა დავლიოთ წყალგავრე. კი ბატონო, ანუ მთავარი არგუმენტი მაინც რაც დასახელდა ბატონ რომან, რასაც ახლა მე ვაკვირდები აქ არის ის რომ ინვესტიციები არის ჩასადები, ანუ ქსელი არის, ანუ კომპანიები ამაზე უფრო აპელირებდნენ, რომ ქსელში არის პრობლემა, იმიტომ რომ რაღაც მოძველებულია, ამორტიზირებულია, ეს განსაკუთრებით ენერგოპრო ჯორჯიას ეხებოდა რეგიონებში და ავარიები რო არ იყოს და ენერგოომბუდსმენიც ამას ამბობდა. ხომა თბილისში არ არის ავარიები? თბილისს არ ეხება? რა გააკეთა კალაძემ? რატომ წავაგეთ 138 მილიონი, რაც ჩვენი ბიუჯეტიდან დასაფარია? კატასტროფა მოხდა უკვე, მეორეჯერ დაადასტურა უკვე არბიტრაჟმა 400 მილიონი და გასცენებს და მოცნენილ თანხებზე 50-60 დაგვემატება 400 მილიონი ეს ანაკლიის პორტს ავაშენებდით, ხო 550 მილიონი ეს. და აგერ ნამახვანში რა მოხდა და ეს ინვესტორი გააგდეს სტუდი ხელშეკრულება, ლოიალური დამოკიდებულება იმ სამღვდელოებისა და იმ ნელი ადამიანების, რომლებიც ქუჩაში გამოდიოდნენ და ასე თავისუფალი სივრცეებისას კარვები დაადგნენ და დადგი ერთი კარავი რას გიზამენ და გადაკეტე ღმერთთან მოედანი. და აი ამ ხუდონის ეს და იმის პრობლემა ხუდონი არ აშენდა. სადაც იყო თურქი ინვესტორი, ნენსკრა არ აშენდა, სადაც იყო კორეელი ინვესტორი, უკვე ინვესტორები იდგნენ. არ აშენდა უკაცრავად თუ ნამახვანში იყვნენ თურქები და ხუდონში ინდოელები და რა გააკეთეს ინდოელებს, რომლებმაც იქ უკვე დაწყებული ქონდა პროცესები 13 მილიონი დოლარი ბიუჯეტიდან მიწეს, რომ ხმა არ ამოიღო და წადიო. გაუშვეს ფული მიაყოლეს. გარდა ამისა უამრავი სხვა სექტორი, აგერ ენერგეტიკაში თურმე რა უზარმაზარი კორუფცია ყოფილა, თავად უკვე დღეს ერთმანეთს იჭერენ, იქ გამოჩნდა და გარდა ამისა ვალდებული იმ ხელისუფლების დროს იდეალური ხელშეკრულება იყო გაფორმებული ინტერრაოსთან, რომელიც იღებდა ვალდებულებას 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელებინა და ხრამზე 3 ახალი სადგური უნდა აეშენებინა. ანუ იმპორტი კი არ დაგვჭირდებოდა ჩვენ, რომ ესენი ასე ვთქვათ, ეს სიმძლავრეები შესულიყო მოქმედებაში. თბილისში 300 მილიონი და ერთადერთ ვალდებულებას საქართველოს მხარე იღებდა იმას, რომ ტარიფი არ დაიწევდა. წარმოგიდგენიათ რა უცნაური რაღაცაა? ის კი არა რომ მე ტარიფს იმდენად იყო ასე ვთქვათ, ლარი მაშინ მყარი 1.65 იყო, რომ ეშინოდა აი ამ ინტერრაოს ვაი თუ ლარი კიდევ უფრო გამყარდეს და ლარი მაშინ 1.54 იყო. მე როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყავი, ლარი 1 დოლარი იყო 1.52 და მე რომ წავედი ეროვნული ბანკიდან 1 დოლარი იყო 1.65. ჭიშები ქონდათ. რომ ვაი თუ ლარი გამყარდეს და ეს რა ტარიფი ქვემოთ წამოვიდეს და რა გააკეთა კალაძემ იმის გამო რომ 3 თეთრით წარმოგიდგენია დროებით თანაც სულ 1 წლის მერე ისე მოუწია ფასფასების დაწევა ამ საარჩევნო დემაგოგიის შესასრულებლად ინტერრაოს უთხრა მოდიო თბილისში დაწიე ტარიფი 3 თეთრით, რადგან მე არჩევნებში ასე დავპირდიო, სამაგიეროდ ყველა ვალდებულება ჩამოგაწერო. გაგიზდნენ რა თქმა უნდა სიხარული, დაწიეს 3 თეთრი და ჩააწერეს. ეს იყო კორუფციული შეთანხმება, კორუფციული, თორემ არა ისო ვიღაცა გააბრიყვა ინტერრაოსო გაებრიყვებინა ვიღაცა მაშინ აგერ თელასში მოწილე კახა კალაძის ბიზნეს პარტნიორი, აი ეს ხვიჩამაკაცარი არ გახდებოდა.
ჩუმად მიყიდეს 25% შევარდნაძის დროიდან მოყოლებული დღემდე ანუ სანამ გაყიდიდნენ ვერავინ ვერ გაბედა იმის თქმა რომ თელასში სახელმწიფოს წილი დაეთმო და აგერ აჩუქეს ამაკაცარიას და საოცრება რა ხდება იცი მერაბ ერთი დღე დარჩა ამ თელასმა ინტერრაომ შესთავაზა მაკაცარიას ორჯერ მეც მოგცემ ამ აქციებში და მომყიდე და 100%-ით მე ვიქნები თელასის ასე ვთქვათ მე პატრონეო გააკეთებენ ამას კი ჩუმა ჩაილაპარაკეს არა გაყიდვას არ ვაპირებ იმიტომ რომ აპირებენ რომ კიდევ ორჯერ უფრო მეც მოთხოვენ თორემ მთელი სქემა ამაში იყო ასე ვთქვათ ჩადებული ანუ რისი თქმა მინდა და ხელშეკრულებაში ჩაიდო რომ ეროვნული ბანკის კურსით თუ ლარი გაუფასურდებოდა მაშინ აი ამ ასე ვთქვათ ზიანს მთავრობა ანაზღაურებდა თუ ტარიფს არ გაზდიდა და რა მოხდა ამ ხელშეკრულების შედეგად ლარი 1 და შემდეგ 1.65-დან 3.2-მდე ავარდა $1 წარმოგიდგენია ორჯერ დაეცა ინტერრაო მიადგა მთავრობას და უთხრა ან ეხლა გამომიმატე ტარიფი ანუ ამ ახალი ხელშეკრულებით ან მომეცი ფული ბიუჯეტიდან ტარიფის მომატება წინასაარჩევნოდ არ უნდათ ბიუჯეტიდან ფული არ ქონდათ ან არ უნდათ მიცემა წავიდა არბიტრაჟში 300 მილიონი ლარის გადახდა დაიწყო უკვე ჩვენმა მთავრობამ ჩვენმა კი არა ოცნების ისა რუსეთის მთავრობამ 138 მილიონი წავაგეთ საერთაშორისო არბიტრაჟში ამას ემატება ის ნამახვან ხესის თემასაც რო წავაგეთ თურქებთან ხო კიდე კატასტროფა ნამახვან ხესში მიწედეს არბიტრაჟს რომ ჩვენ ქვეყანას ამის რესურსის არ აქვს დაახლოებით ეს არის 1.2 მილიარდი ლარი და მართლა სადაგდა ეს ამას ქვეყანა ვერაუაო ეხლაო და გთხოვთო რომ უკვე აღიარეს რომ უნდა გადავიხადოთ თქო ცოტა ხნით გადაგვივადეთო და ამას სასამართლომ გადაავადა გარკვეული პერიოდით და ჯერ იქ არაჩანს რა გრაფიკით გადაავადა მალავს ეს თავრობა ანუ სასამართლომ კიდევ ერთხელ დაუდასტურა რომ 400 მილიონი არის მიცემული ამ ნამახვანმა არბიტრაჟში ხომ მოიგო პარიზში წავიდა და ვაშინგტონში ეხლა შეტანილი განაცდურის ანაზღაურება ანუ რამდენიც ჩვენ დავაგვიანეთ აგა ისე იგივე მოხდა ინტერრაოს ფული არ გადაუხადეს არბიტრაჟის დამთავრების შემდეგ და დაახლოებით $20 მილიონი მეტი გადაუხადეთ 139-18 უხდით მაშინ როდესაც უნდა გადაგვეხადა 118 ანუ როგორც მოხდა აი ამ ჯარიმის კიდევ უფრო გაგრძელება ასევე ხდება ნამახვანში 360-მდე ავალ ვაშინგტონში იქ კიდე ცალკე სხვა საქმე ეხილება ანუ ამით რას ვამბობთ ამით ვამბობთ იმას რომ საწარმოო სიმძლავრეები არ შევიდა არ მოხდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება გადამცემი ხაზების გაუმჯობესება ავარიები ხშირია იმის რატომ არ ხდება იმის გამო არ ხდება რომ მართლაც ფასები გაიზარდა ანუ მთავრობა დამნაშავედ ეროვნული ბანკი ყველაფერზე თუმცა ყველაფერზე ფასები იზრდება ენერგეტიკის დარგს რა თქმა უნდა ფასები იზრდება და ყველგან ფასი აწიოდა ერთი დარგი რადგან ამას ხელისუფლება არ ეგუძრებს დატოვო ასე ვთქვა და 20 წინანდელ ფასებზე როდესაც ფასები ზოგიერთ სეგმენტში ზოგიერთ საქონელზე 3-ჯერ არის გაზრდილი იგივე რომ საბოლოო ჯამში ეს ძალიან საინტერესო თემა არის რომ პარალელურად მიდის პარლამენტში ფასების დამდგენი კომისია და უნდა გააიაფონ მითონ პროდუქტი და ახლა აგერ დენს აძვირებენ რომელიც მე ყველაფერს გააძვირებს. ხო ახლა რა აზრი აქვს იმ კომისიას? ხო დღეს აფთიაქებს მიადგენენ და ასე შემდეგ. და მე რა ეს მიზეზები რატომ მოხდა? მოხდა ზოგადად ინფლაციის და ეროვნული ბანკის დამთავრების დანაშაულია ისევ იმორებ ორჯერ გაიზარდა უმეტეს საქონელზე, ხოლო სურსაზე 2.5-ჯერ ამათი სტატისტიკით. თორე ამათი სტატისტიკა რო იტყუება, ეს ყველამ ძალიან კარგად იცით. რეალურად 2-დან 3-მდე 3-ჯერ გაიზარდა ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ფასები. ეხლა აქეთ მეორე მხარეს გადავიდეთ. ბუნებრივია რომ მაგრამ ბატონო ერთი წუთი დაგვრჩა სულ და მოკლედ რომ მითხრათ. კი, მოკლედ უმძიმესობთ ხო დააწევა მოსახლეობას 33% ძალიან მაღალია. მით უმეტეს პარალელურად ფასები იზრდება აგერ. მე ასევე გაიზრდება დასუფთავების გადასახადი, ვინაიდან მიმული არის ეს იმაზე დენზე. წყლის გადასახადი პირდაპირ მიმული არ არის, მაგრამ წყლის ასე ვთქვათ, მიწოდებაში უზარმაზარი წვლილი აქვს ელექტროენერგიას და იქ უკვე ცალკე გაიზრდება.
მრეწველობაში გაიზრდება. ყველა კომერციულ სექტორში გაიზრდება და ეს მომენტალურად აისახება საქონლის თვითგებულებაში. უამრავ საქონელზე დღეს და ხვალ არა, მაგრამ უკვე დანახარჯების ზრდის კვალობაზე მოიმატებს ფასები. ხოლო პარლამენტში კომისიამ, რომელიც 3 თვეა მუშაობს და 1 აპრილს სუსის კომისია ამთავრებს მუშაობას, სად არის კომისია, რამე გააკეთა? ამაყობდნენ, რომ ვიღაცამ შეპირდა ერთ-ერთი კახელი ისა მეფრინველობის ფაბრიკიდან, რომ 3 თეთრით გაგიაფებთ კვერცხს, როდესაც შენ 100 ქარხნის აშენების ლოზუნგით მოხვედი და კვერცხის ფასი 3 თეთრით ვერ გაგიაფებია და აწირაც გააიაფებს, როდესაც ყველაფერში აისახება უკვე დენის ტარიფის და ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. ეს ხელისუფლება და ბოლოს ამთავრებ 30 წამი. ჩვენო რამდენიმე წელიო არ მოუმატებთ უკეო. რამდენიმე წლის და თვალს 5 წელი არ მოუმატებთ თუ რაღაცა წამოსწა ვიღაცას. 5 წელი კი არა. 5 წლის შემდეგ ეს ხელისუფლება სად იქნება ღმერთმა იცის. ეს არის წარმავალი ხელისუფლება. და თუ მართლა ობიექტურად შევაფასებთ, წარმავალი კი არ არის, ეს არის ქვეწარმავალი ხელისუფლება. რომელმაც აი აქამდე მიიყვანა ქვეყანა. გასაგებია, მადლობა დიდი, რომან გოცირიძე, ეკონომისტი იყო ჩვენი სტუმარი. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, რეზიუმე, მე გეშოვებთ ხვალამდე, ხვალ 7:30-ზე შევხვდებით კვლავ ერთმანეთს.